გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 17 საათზე. საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლას ოპოზიცია და მათი აქტივისტები განაგრძობენ. დაიწყო ახალი დეზინფორმაციული კამპანია. ხელისუფლების დამხობის მცდელობა 4 ოქტომბრის მოვლენები ოპოზიციაში დაპირისპირების მიზეზია. ევროკომისია NGO-ბისა და მედიისთვის განკუთვნილი დაფინანსების თითქმის 600%-ით გაზრდას გეგმავს. საერთაშორისო მედია ამის შესახებ აქტიურად წერს. თუმცა თანხის გადანაწილების მექანიზმი გაურკვეველია. ევროპარლამენტარი კინგა გალი ამბობს, რომ ბრიუსელი USAID-ის დახურვის შემდეგ შექმნილი დეფიციტის შევსებას ცდილობს. 8 მილიარდზე მეტი ევრო მოხმარდება აქტივისტების ქსელს, რომელიც დემოკრატიულად არჩეული კონსერვატიული მთავრობების წინააღმდეგ იქნება მიმართული. ევროკომისია გეგმავს NGO-ბისა და მედიისთვის განკუთვნილი დაფინანსების თითქმის 600%-ით გაზრდას. მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს ევროპარლამენტში ევროკავშირის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების საკითხზე მწვავე დაპირისპირება იყო, დაფინანსება მაინც გრძელდება. 2028-34 წლების პერიოდისთვის დაგეგმილია, რომ შესაბამისი ბიუჯეტი გაიზარდოს დაახლოებით 8,5 მილიარდ ევრომდე. ესენი არ არიან ნამდვილი არასამთავრობო ორგანიზაციები, არამედ პოლიტიკური აქტივისტების ქსელია, რომლებიც თავს ესხმიან დემოკრატიულად არჩეულ კონსერვატიულ მთავრობებს და ხელს უწყობენ ლიბერალურ დღის წესრიგს. ამავდროულად ემსახურებიან ევროკომისიის პოლიტიკურ მიზნებს, მასობრივ მიგრაციას, გენდერულ იდეოლოგიას და რადიკალურ მწვანე შეთანხმებას. ისინი, ვინც უარს იტყვიან ვალდებულებების შესრულებაზე, თავდასხმის სამიზნეები არიან. საკმარისია დროა შეწყდეს ევროპელი გადასახადის გადამხდელების ფულის იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გადამისამართება, რომლებიც წევრი სახელმწიფოების ინტერესების საწინააღმდეგოდ მუშაობენ. ეს ფული საქართველოსთვისაც არის გათვალისწინებული და ეს აღიარება უნდა გვაუწყდება ქალბატონი მარტა კოსის, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ შავხვრელებს ეძებენ, რომ უფრო დიდი დაფინანსება წამოვიდეს საქართველოს მიმართულებით დიდარი NGO-ების სასარგებლოდ და ჩვენ საზოგადოებას იმასაც შევახსენებ, რომ რამდენიმე თვის წინ იყო ძალიან სერიოზული სკანდალი ევროკავშირში, დაახლოებით 10 მილიარდ ევროზე იყო საუბარი, როდესაც რაღაცა კლიმატის ცვლილებებისთვის იყო ეს თანხები გამოყოფილი თითქოს და თუმცა აღმოჩნდა, რომ ამ თანხის უდიდესი ნაწილი მოხმარდა ლობიზმს. მეორეს მხრივ კონტროლის პალატამ ევროკავშირის 2021-2023 წლის ხარჯები შეისწავლა და თავად დაადასტურეს, რომ დაახლოებით 7,5 მილიარდ ევროდან 2/3-ს ფიზიკურად ვერ მიაგნეს და იქაც საფუძვლიანი ეჭვი არის იმასთან დაკავშირებით, რომ ნაცვლად რაღაცა დეკლარირებული მიმართულებებისა ეს თანხაც მოხმარდა პირდაპირ პოლიტიკურ დღის წესრიგს. შეერთებული შტატების გადაწყვეტილება დატოვა საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის ვენეციის კომისია, ლოგიკურია მართველი გუნდისთვის. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ წლებია ორგანიზაციებისთვის თავის მისიას ცდებიან და ახალისებენ რადიკალურ დღის წესრიგს. მაგალითად მოჰყავთ ვენეციის კომისიის დასკვნებიც. ადამიანების ჯანმრთელობა არის მნიშვნელოვანი. ეს კამპანია არც წასულა არასოდეს და მაღალი ეჭვი რო არის, რომ ქიმიური ერაგითხან მოწამლული, ამაზე მუდმივად ისაუბრებენ. ნახეს, რომ 2026 წელს ცარიელი დღის წესრიგით დაიწყეს წელი, თქვეს, რომ იქნებ რამე გავააქტიუროთ, მიმართეს თავიანთ პატრონებს და ეხლა რაღაცა ეს ვიდეორგოლი ჩაწერეს, რომ ვითომ ვიღაც მოიწამლა და ასე შემდგომ როგორმე იქნებ თემა წამოწეულიყო, დაიხმარეს მათი უცხოური მედია საშუალებები. ეს არის უსუსური მცდელობა იმის, რომ ნაციონალური მოძრაობის რაღაცნაირად გაცოცხლება მოახდინონ. რაც ბუნებრივია გამორიცხულია, როდესაც შენ არ აქვს ფაქტები, მტკიცებულებები და მეორე მხარეს აქვს მტკიცებულება, რომ არანაირი აკრძალული ნივთიერება არ იყო აქციების დროს დაშლის დროს გამოყენებული და შენ საწინააღმდეგო არაფერი არ გაქვს. ხეშე რა ფორმატის ფილმიც არ უნდა გადაიღო, საზოგადოება გეტყვის, რომ ჩვენ ეს კინო ნანახი გვაქვს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება ჩატარებული და ერთი დიდი წერტილი აქვს დასმული აღნიშნულ საკითხს. საქართველოში გამოყენებული იქნა მხოლოდ ის საშუალებები, რომელსაც იყენებენ სხვა ქვეყანაში, რადგან ჩავარდა ასეთი მცდელობა თავდასხმა საქართველოზე და ეს ყურლების კამპანია, რაც დაიწყო BBC-მ ყველანაირი სტანდარტის, ყველანაირი მედია რეგულაციების, მათ შორის საკუთარი თავისთვისვე და
დაწესებული რეგულაციების დარღვევითაც ეხლა ცდილობენ ამ თემის აქტუალიზებას, რომ როგორმე ისევ და ისევ ხელოვნება გამოიწვიოს საზოგადოებაში, რადგანაც გვარამია გამოყენებული ამ კამპანიის ერთ-ერთ წინამძღოლად, რა თქმა უნდა, ეს ხაზს უსვამს, რომ ეს პირდაპირ გარედან წარმოებული, გარედან დავალება მიცემული და მათ შორის დაფინანსებული კამპანიის ერთი დიდი ნაწილია. ხელისუფლების დამხობის წარუმატებელი მცდელობა და ოპოზიციის სისუსტე განხეთქილების მიზეზად იქცა. ნაციონალურ მოძრაობას თამარ ჩერგოლეიშვილი დაუპირისპირდა მიხეილ სააკაშვილის პარტია კი თავს იმართლებს. მართველი გუნდის განცხადებით ოპოზიცია დამარცხდა და ჩავარდა ყველა მათი რადიკალური გეგმა. ირინა სარიშვილი, ვალერი გელბახიანი, თემურ ალასანია. ეს სამი გვარი და საღი აზრისგან სრულიად გამოფიტული ნაცმოძრაობა. ჩემთვის საკმარისია ვიფიქრო, რომ სააკაშვილის პოლიტიკურ გვამს რუსული სპეცსამსახურები აკონტროლებენ და საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ იყენებენ. ამას ემსახურებოდა 4 ოქტომბრის ავანტიურა. რა თქმა უნდა, ჩვენ საუბრობთ აბსოლუტურად არაადეკვატურ ბრალდებაზე, გამომდინარე იქიდან, რომ შეიძლება ეს ადამიანები საერთოდ არ არიან პარტიის წევრები, ვიზეთ საუბრობს ეს პიროვნება, გარდა ამისა, თუ ვინმე რუსულ ინტერესს და რუსულ ასე ვთქვათ გავლენას ებრძოდა, ეს არის რა თქმა უნდა მიხეილ სააკაშვილი და მისი პოლიტიკური ძალა. უკვე გაცვდა რადიკალების გოდება ჩავარდნილ რევოლუციაზე, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროპიდან დახმარების ვერ მიღებასა და დამნაშავე სააკაშვილის ტყვეობაზე. ჩავარდა ქვეყნის გამყიდველთა გეგმა, არეულობის ქარცეცხლში გაეხვიათ საქართველო. ახალი წელი დადგა, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო, რადიკალები დამარცხდნენ. ნესლე საქართველოში აცხადებს, რომ მომხმარებელს შეძენილი პროდუქტის საფასურს აუნაზღაურებს. ბავშვთა კვების პროდუქტების კონკრეტული პარტიების ამოღების პროცესი კი ამ დრომდე გრძელდება, რომელსაც ზედამხედველობა სურსათის ეროვნული სააგენტო უწევს, პროცესში ჩართულია ჯანდაცვის სამინისტრო. ნესლე ჯგუფმა სხვადასხვა ბაზრიდან, მათ შორის საქართველოდან პროდუქციის გამოთხოვის შესახებ გადაწყვეტილება გარე მომწოდებისგან მიღებულ ნედლეულში ცერეულდის ტოქსინის გამოვლენის შესაძლო რისკის გამო მიიღო. ნესლე საქართველო ახორციელებს ბავშვთა კვების პროდუქციის ნანერთის და ნანორის შეზღუდული რაოდენობის პარტიების ნებაყოფლობით უკან გამოხმობას. სხვა პარტიების პროდუქციასა და სხვა სახის პროდუქტებს აღნიშნული უკან გამოხმობა არ ეხება. ჩვენ საქართველოში ჩვენი მომხმარებლებისგან მითითებული პარტიებიდან პროდუქტის გამოყენების შედეგად ჯანმრთელობის მდგომარეობის გაურიესებასთან დაკავშირებით არც ერთი მომართვა არ მიგვიღია. უკან გამოხმობის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა კომპანიის მიერ წინასწარი სიფრთხილის ზომის სახით გლობალურად მიღებული გადაწყვეტილების ფარგლებში. ჩვენ დაუყოვნებლივ მივაწოდოთ ინფორმაცია მიღებული გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს სურსათის სააგენტოს და თანამშრომლობთ მარეგულირებელ ორგანოსთან. ხარისხის საკითხები ჩვენთვის პრიორიტეტულია. ჩვენ მივიღეთ უკან გამოხმობის შესახებ გადაწყვეტილება თუნდაც მინიმალური პოტენციურად შესაძლებელი რისკების გათვალისწინებით. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას მომხმარებელს აუნაზღაუროთ პროდუქციის აღნიშნული პარტიების ყიდვა და ჩვენი მომხმარებლების ჯანმრთელობასა და უმნებლობას ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. თბილისის 2026 წლის ბიუჯეტი 17 მილიონ ლარზე მეტით გაიზარდა და მისი მოცულობა 2 მილიარდ 211 მილიონ ლარამდეა. გადაწყვეტილებას მხარის საკრებულოს ხდომაზე დაუჭირეს ცვლილება დედაქალაქის მთავარ საფინანსო დოკუმენტში 1 იანვრისთვის ბიუჯეტის ანგარიშებზე არსებული ნაშთების გამოყენებისა და წელს მოსალოდნელი პროგნოზების გათვალისწინებით შევიდა. ახალი წელი დაიწყო პოზიტიური ნოტით. უკვე არსებულ ბიუჯეტში ხდება მატება, 17 მილიონი იზრდება ბიუჯეტი დედაქალაქის. ეს არის ძირითადად მიმართული იმ საკითხებზე, რაც აწუხებს ჩვენ მოქალაქეებს, არის გზების რეაბილიტაცია და ასევე იცით, რომ სკოლების ინფრასტრუქტურული საკითხების მოწესრიგება არის თვითმმართველობის პრეროგატივა, დეცენტრალიზაციისკენ გადადგმული ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, როდესაც ცენტრალური ხელისუფლების ფუნქცია, რომელიც გააჩნდა სკოლებთან მიმართებაში, გადმოვიდა გამგეობებში დედაქალაქის მერიის მიერ იქნება ორგანიზებული და ჩვენ ამ ბიუჯეტში ამცვლელებით ხარს უჭერთ იმ პროცესს, რომ სკოლებში უფრო მეტად იყოს უფრო მეტი განვითარება, უფრო მეტი ინფრასტრუქტურის საკითხების მოგვარება. ბათუმის ბულვარში სანაპირო ზოლზე მდებარე ამორტიზებულ ღამის კლუბს ანგრევენ. შენობა ბულვარის იერსახისთვის შეუფერებელი იყო, რის გამოც მისი დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღეს. სამუშაო ტერიტორიიდან სამშენებლო კონსტრუქციების გატანასაც ითვალისწინებს. ბულვარის მოსაწესრიგებლად უსახური შენობების დემონტაჟი გაგრძელდება.
ბათუმის ბულვარის იერსახის შენარჩუნების მიზნით აქტიურად მიმდინარეობს უსახური შენობების დემონტაჟი. დავიწყეთ კლუბ სექტორ 26-ის მიმდებარე ტერიტორიის დემონტაჟი და ასევე დაწმენდა დასუფთავება. აღნიშნული პროცესი მიმდინარეობს კანონმდებლობის სრული დაცვით და შეესაბამება ბათუმის ბულვარის გენგეგმით გათვალისწინებულ პირობებს. საათზე მთავარი გამოშვებით დაბრუნდება ნახვამდის.